დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ჩემი დღევანდელი სტუმრები არიან მანანა და ქეთევან დუმბაძეები, ჩვენი ძვირფასი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილები. ჩვენ ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში მათ საქმიანობაზე, მათ წიგნებზე, თუმცა მანანა შენთან არ მოგვითავებია, აი ხა ესეც ვთქვათ და შემდეგ უკვე ჩვენ გავიხსენებთ ჩვენს უსაყვარლეს მწერალს. მეორე წარმატება შენი. შენი პირიქით, შენმა საკონტროლო თარგმანმა გაიმარჯვა, საცდელმა თარგმანმა. ხო, პოეზიაში. ეს მაყვალა გონაშვილის ერთი ლექსი, ოჯახი ქვია ამ ლექსს, წარვადგინე, რომელიც ხო და ძალიან რთული მე რომ ნახე ვინც თარგმანები არ გავიდა და რაღაცა თან ეს პოეზია თან მაყვალა არ არის ადვილად სათარგმნი იმიტომ რომ რითმულ ლექსებს წერს ისეთსაც წერს მაგრამ ეს უფრო ისეთია ხო და ინგლისელმა რედაქტორმა აირჩია ეს თარგმანი რამაც ძალიან გამახარა და ეხა ასეთივე ბედი ეწევა მაყვალას 100 შეკვეთილი არის 100 ლექსი აი ინტელექტმა რომ გამოუშვა მისი 100 ლექსის სერიით აი ეს წიგნი თუ გამომცემელია აი როდესაც უკვე გავა მაშინ გამომცემელი გამოჩნდება უცხოელი მაშინ ის 100 ლექსი გადაითარგმნება მაგრამ მინდა ის თქვა რომ მე ასე ცოტა სულ თარგმნიდი ქართულ პოეზიას სხვადასხვა პროზა არ მითარგმნია და ისე დამიგროვდა კარგად ბლომად მაშინაც როდეში რომ მივდიოდით რაი მაყვალას ლექსები ვთარგმნე რამდენიმე ლექსი მაქვს არიელ ჭანტურიას 2 ლექსი რომელმაც მაგალითად ევროპაში პოეზიის ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო ამ ლექსმა რომელი ეს არის იცი რომელი ლექსია იმედგაცრუებული ლექსი ქვია ეს არის რომ აი ლექს ჭირდება ღვიძლი ლექს ჭირდება ხო იცი ეს ძალიან ცნობილი ან კარგად ვიცი რა ჭირდება ლექს მაგრამ ვის ჭირდება ლექსი ეს არ ვიცი და ამაზე გიждდებოდნენ იცი ისეთი ტაში იყო ხოლმე რომ მე აი კარგად ვიცი რა უნდა ლექსი ვის ჭირდება ეხზე დამდგარი უკრავდნენ ტაში და ისე რომ თავიდან იცით მე ხა რომ ვამბობდი საათაურს მე ტარიელ ჭანტურიას და მე ლექს ახლა იმათ ქართულათაც ვამბობდი ხო და იმათმა ერთი მომენტი ჩათვალეს რომ ეს ლექსი ჩემია და ლამის ნუ პირდაპირ ესე იგი და არა ხალხო ჩემი არ არის ძალიან კარგი პოეტის ლექსია და ხო მე მიშა ქლევიძის ლექსები მაქვს ორი თარგმნილი იზა ორჯონიკიძის ლალი გულისაშვილის დამიგროვდა უკვე კარგად ბლომად რა ლალი მარაჩვეულებრივი ლექსი დადო აფხაზეთს არაჩვეულებრივი საერთოდ კარგი პოეტია რენე კალანდიასი გენო კალანდიას ერთი ლექსი ეს ასე თხოვნით იმით ამით რაღაცა და დამიგროვდა და კარგი კრებული ინგლისურად მაქვს ერთი 50 ლექსი რაღაც ანთოლოგიასავით მინდა ხო მაგრამ მე ხო არ გამოვცემდა ცოტა ძნელია იმიტომ რომ უჩიე მინისტრს რა არის იცით უნდა უცხოურმა გამომცემლობამ უნდა გამოთქვას უნდა ანთოლოგია კი არა ერთი ავტორის აი ამ პროექტით თუ პროგრამით უნდა უფრო ანთოლოგია კი არა უფრო ცალკე ავტორები ხო და მე რა ვიცი აბა ეგებს სხვა გზით რაღაცნაირად იმიტომ რომ მართლა ბლომა დაგროვდა თან ისე ვითომ ეს უფრო ძნელია პოეზიის თარგმნა ნამდვილად ვიდრე პროზის ხო და მე ეს უფრო მომწონს და მიყვარს და მეადვილება ვიდრე პროზა ხო დას გაუგებ ლიტერატურას ჩემო ოლღა ძირფასო ტელემაყურებლებო აი როგორ გავუშვა მე ხლა ეს ორი ადამიანი აქედან ისე რომ არ მოვაყოლო რამე ისეთი რაც ყველა თქვენი ინტერვიუ მოსმენილი მაქვს ყველა თქვენი აი 30 წელიწადია უყვებით და აღარ აი რაღაც ესეთი იმიტომ რომ დამეთანხმებით ძირფასო ტელემაყურებლებო რომ ნოდარ დუმბაძე
აი არ ვიცი როგორ თქვა. ეს არის ყველაზე სახალხო მწერალი მე მგონი ჩვენთვის. სახალხო. ჩემთვის ფიქრობდი როგორც აკაკის სახალხო მგოსანს უწოდებდნენ პოეზიაში, ხო სახალხო იყო რაღაცა. ესე ნოდარ დუმბაძის ფიქრობ აი კაი ისტორია გამახსენდა ეხა რომელიც არასდროს არ მომიყოლია ჟურნალისტობის პერიოდია ჩემი და ბაქოში აღმოჩნდი დელეგაციაში და ერთ-ერთ ჟურნალისტს ბაქოელს უთხრეს რომ გაიცანიო ესე ნოდარ დუმბაძის ქალიშვილიაო და არ მჯერაო იმან თქვა და ნუ ხა მე რა მტკიცებას ხარ დაუწყებდი და მე მოვიდა და ესე მე ბებია ილკო დელარიანი საკითხული გაკომით. ისევ ხარხარებდი რომ დამიჯერა მე. იგეცა მეც მოვყვები სანამ დამივიწყებია. ეხლა ის იყო რო ქვია როდოსში იყო კონფერენცია ისა სიტყვის თავისუფლებაზე და მოხსენებას ვკითხულობდი ერთ-ერთ ის იყო ჩემი გამოსვლა რა და რომ გამოვედი ვისაც მიყავდა წამყვანი ფასილიტატორს რო ეძახიან ახლა ის ამბობს რომ კაცო ეს მანანაო 11 წელი წადია ჩვენთან არისო დადისო და სულ როგორ გვიყვარსო და როგორ ისაო და როგორი ჩვენი ახლობელიაო და აზრზე არ ვიყავითო რომ ესო ნოდარ დუმბაძის შვილია ხო და ეს საბერძნეთში ხდება კაცო ეს კი არ ხდება საქართველოში და რუსეთში და იმაში სადაც ძამ ეს არის საბერძნეთში სადაც ბერძნულ ენაზე არის თარგმნილი ჰელადოსი მაგრამ მე ახლა რო გითხრა რომ აი საზღვარგარეთ მივდივარ და აქ ფიანდაზებას მეფინებიან როგორც აი საქართველოში რო არის და სხვა რაღაც აი რუსეთში იგივე ნუ სადაც აი ეს ყოფილ საბჭოთა კავშირში აი ეს აზიურ ქვეყნებში განსაკუთრებით უკრაინაში ხო მაგრამ ნუ ეს საბერძნეთია კაცო ხო და იძახის ამას და მე ერთადერთი ადგილი იყო ჩემთვის აი გიგისულა კარგოს არ უყვარდა როდესაც ამბობდნენ რომ არჩილიშვილია არის ეს მომენტი რაღაცა როდესაც შენ გინდა შენი ერთადერთი ადგილი იყო მსოფლიოში სადაც მანანა ვიყავი დუმბაძე და ასე თუ ისე მანანობდი და ეხა უცბად ეს კაცი გამოდის და ხო ეს კაცი გამოდის და იძახის კაცო ამდენი ხანი ამ ადამიანს ვისნებდა ნოდარ დუმბაძის შვილი თუ იყო და ეხლა იქა იცი რა დარბაზში ისეთი უხერხულობა ჩამოვარდა ეხლა ვინც იცოდა ნოდარ დუმბაძე ტაში და ესეთ რაღაცა ვინც არ იცოდა იმანაც დაუკრა რა თქმა უნდა ეხლა და მე უცბად ჩემი კოლეგა პრეზიდენტი ვინც არის ეხლა ადგა და ისა თქვა რომ აიო რა კარგიაო ჩვენ მანანაო გვიყვარსო იმიტომ კი არაო რომ დიდი მწერლის შვილი არის იმიტომ რომ მანანა არისო და კარგი არისო და ასეთი არისო და მო ამაზე ხო საერთოდ ფეხზე წამოდგნენ და დაწყეს და მეგობრებმა რა თქმა უნდა ხო აი ეს მომენტი მქონდა აი სულ ახლახან რა აი წინა ნოემბერში რომ აი ესე რომ საბერძნეთში აი ქეთიმაც შენ რაღაც მსგავსი მიამბე თურქეთში რა გადახდა შენ ხო არა ის ძალიან მძიმე იყო იმიტომ რომ ვტიროდით ყველა მეც ვიტირე მე აი თარგმანისა და პოპულარიზაციის ცენტრი რო ახსენეთ დიამეტრეველი ხელმძღვანელობს ამას და დეასთან ერთად ვიყავი თურქეთში წიგნის ბაზრობაზე ხო და იქ ჩვენ გვქონდა 24 გამომცემლობასთან შეხვედრა. ანუ მოგეხსენებათ უზარმაზარი ქალაქია და შესაბამისად გული კი გამისკდა როგორ უვლიან თავიანთ წერლებს, თავიანთ ავტორებს ეს გამომცემლობები და როგორ პოპულარიზაციას უწევენ და მთელი ქალაქი ბანერებით არის გაჭედილი წერლების და თავიანთ წიგნებით და მოკლედ ეს ცალკე თემაა. ბოლო შეხვედრა გქონდა ერთ-ერთ გამომცემლობაში, რომელიც აღმოჩნდა, რომ ხო და დელეგაცია იყო 40 ქვეყნიდან იყო ჩამოსული ლიტერატურული აგენტები, გამომცემლები და ანუ დიდი ჯგუფით დავდიოდით. აი ბოლო შეხვედრაზე მრგვალი მაგიდის გარშემო ვხედავთ 40 ადამიანი და ამ გამომცემლობის მეპატრონე გაგვაცნეს როგორც კლასიკოსი თურქი მწერლის ვაჟი
და ის გვიამბობდა მამამისზე და თავის საქმიანობაზე და უცებ ეს ხელმძღვანელი თურქი ეუბნება, რომ ესე კი არ არისო, ჩვენ წოყავსო დელეგაციაშიო კლასიკოსის შვილიო. და ეს მომიტრიალდა და რაგვარი ბრძანდებითო და მე ვთქვარი დუმბაძე თქო. ამას არაფერი რეაქცია ამაზე არ ქონია. ნუ თქვა რომ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მე არ ვიცნობ ამ ავტორსო. მაგრამ სამაგერად ჩემგან ორი ადამიანი გვერდზე იჯდა ქალბატონი, რომელიც უცებ ესე გადმოიხარა და მკითხა რაგვარი ბრძანდებითო, მე ვთქვარი დუმბაძე თქო. და უცებ აი ესე კაიფარა თვალებზე ხელით და ესე დაიწყო ტირილი და მე რაღაც დავიძაბე, ვერ მივხვდი რა ხდება და ეხაო მეო სასწაული მოხდაო და მეო ეხაო უნდა მოვყვე ერთი ამბავიო 7 წლის ვიყავიო როცა დამემართა რაღაც უმძიმესი დაავადებაო და 1 წელი ვიწექი ლოგინშიო ამიტომ სახში რაც კი წიგნი იყო ყველაფერი წავიკითხეო და მე წავიკითხე ერთი რომანიო ახალგაზრდა რო თქვა მე უცებ ზურიკელა თქო უთხარი და არაო ზურიკელა არ ერქვა იმ ბიცო ისა სოსო არ ახსოვდა ბრმა გოგოზე იყო რომელსაც ხატია და ცუდად გამოთქვა ეს სახელი მაგრამ თქვა რომ ბრმა გოგოზე იყო და აი ეხლა ეს ბავშვობა და ის პერიოდი გამიცოცხლდაო ჩემ სვალზე და თქვენ უნდა გენახათ ის 40 ადამიანი იმათ რა დაემართათ, იმიტომ რომ ცხარეცრემლებით ტიროდა და მერე წამოდგა და მითხრა რომ შეიძლებაო ჩაგეხუტო და ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ერთად ვიტირეთ. ასე დასრულდა ჩემი მოგზაურობა მაშინ სტამბულში და ძალიან ამაყი ვიყავი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვიყავი. ამდენი წლის მერე, ამდენი 30 წელიწადი გავიდა უკვე ხო გარდაცვალებიდან და აი ამ ხელა სიყვარული შენ იმ ინტერვიუში ერთ-ერთ ინტერვიუში კეთი გისმენდი მე რომ ჭრდილით როგორც მზეზე დადიხარო და ჭრდილი დაყვება უკანო ესე დამყვებაო მე მამას და დაყვება ჩვენო თქვენო ხო ძალიან ძნელია ხა სახლიდან რომ გამოდიხარ და სულაო იმიტომ რომ ბეშუმშიო ადამიანი მე აი ხა რომ დადიოდი შენ ამ ბოლო 2 წლის არჩევნების პერიოდში რომ და ბეშუმშიო ადამიანი ხნიერი ადამიანიო რომელმაც მითხრა რომ ბათუმში არ ვარ ნამყოფიო მოვიდაო და მითხრა რომ ღმერთ ალბათ მე ძალიან რა ვილოცეო ამისთანაო რომ სულ ოცნება ამის სრულა შენ შეგეხო ხელითო კი ხო და ნამდვილად ძირფას ტელემაყურებლებო აი მეც კი მე რომელიც ჩვენ წლების მანძილზე თანამშრომლები ვიყავით მეგობრობდით ჩვენ მე და კეთი წლების მანძილზე ჩვენ მე აღდგენილი მცდელობა იყო ნიანგის აღდგენის და ნიანგშიც ერთად მუშაობდით და აი რაღაცა ესეთი ერჯერადი ბედნიერება არ არის ეს ჩემთვის თქვენს შორის ყოფნა აი მუდმივად როცა გხვდებით მუდმივად თქვენ როგორც გამტარები აი ესე აგეკ გამტარი რაღაც შუალედური რა კარგი რაღაცებს გვეუბნება ჩემი მეგობრები ხართ რომელთა გავლითაც ჩემამდე მოდის ის მადლი რომელსაც ქვიანოდარ დუმბაძე ნამდვილად აი ესე ვარ რაღაც თამრი შენ რედაქტორიც ხო იყავი მამა ჩემის წიგნების პალიტრაში ვიყავი საბავშვო წიგნების ვიყავი კი ხო აი ვერ აღდგა ძვირფასო ტელემაყურებლებო ნიანგი რატო ვერ აღდგა იმიტომ რომ განუმეორებელი პერიოდი იყო ის როცა აი ესეთი და მისი იუმორის გარეშეც ვერ გაგიშვებთ აქედან, იმიტომ რომ შენ ასატირებელი სიუჟეტი გვიამბე ნამდვილად მომენტი ეგ მე მართლა ვიტირე როცა პირველად მიამბე ეგ ამბავი და მოდი ახლა ნოდარ დუმბაძე იცით გვერდი აქვს ვიცინოდი და ვტიროდი და იყო თოვლი იყო ქარი იყო და ვიცინოდი და ვტირდი ესეთი ხო გვერდი აქვს ციცილი და ტირილი და ციცილი და მოდი მაინც ციცილი დავამთავროთ და რამე ისეთი ეხა არ ვიცი შეიძლება თუ ვინმეს ეწყინა ძალიან დიდი ბოდიში დღეისა მაგრამ ამ ხანაგებთან ვიჯექი
და რაღაცა ვიყავით რა ერთად და ნუ ჯგუფ-ჯგუფად ვიჯექით და მე ვიჯექით ტელევიზორთან და ამ დროს მიდიოდა ეს რაღაცა კომედი შოუ იყო თუ რაღაცა შოუ იყო თუ ეს იუმორის ფქვევა ტელევიზორიდან და ვზივარე ხარ და უკან კიდე ჩემი ამხანაგები და ვიღაცები ვიღაცა ნაცნობების უცებ ბევრი ხალხი ვიყავით ჩემთვის ვთქვი დედას გეფიცები რა არავის არ მე ვაიმე რა იუმორზე ვარ გაზრდილი და რას მაყურები და უცბად მესმის 200 კაცი ხარხარებს უკან მამაღლა მოგივიდა მამაღლა კი აი ჩემ აი ესე ვთქვი რა მოიოხრე არა ეს სტიქია იყო რაღაცა ეს იუმორი კი არა მარტო ეგ არა იცი რა რომ მართლა რაღაც სხვანაირი იუმორი და მარტო მამა ჩემს კი არა შენ წარმოიდგინე ტარიელ ჭანტურია მამა ჩემი ჯანსუღი რაღაც მე მახსოვს რომ აი საფეთ აი ეს ადგილები რომ ამტკივდებოდა ხოლმე სიცილიისგან აი ეს იყო მაშინ და სუნთქვა რომ მეკვრებოდა ეს მახსოვს აი სიცილი ასე აღარ გამიცინია ცხოვრებაში და ერთხელ მახსოვს რომ იმდენი ვიცინეთ ოჯახში მე მამამ რა კეთინობ რა ყველა ერთად ვიყავით და ჩარლი ჩაპლინს უყურებდით და ჩარლი ჩაპლინს და მამა ჩემისთვის იყო ნუ რაღაცა რა აი დიდი ის იყო რა თქმა ხო და თვითონ იმაშვებოდა კომენტარებს აკეთებდა და ისეთ კომენტარებს აკეთებდა რომ იმდენი ვიცინეთ რომ გადმოვარდი ტახტიდან. იმან სამზარეულოში გვედგეს დიდი ტახტი და ამ ტახტზე ხელი იმდენი ვიხტუნა რომ გადმოვარდი და დავარტყით ამ იმას სკამის ფეხს რაღაც. აი იყო ესეთი მაგრამ ხა და თან ესეთ იაფასიან ხუმრობებზე არ ვიცინოდით კაცო. მე ამ ლიტერატურის ინსტიტუტში გურამ ასათიანი ვინ არ იყო რებს ლაპარაკობდა. ყველა სხვანაირი ვიღაცის ცოტა სარკასტული იყო, ვიღაცის უბრალოდ ისე იუმორი, ვიღაცას ამ იმაში იკბინებოდა, მე მახსოვს მამა ჩემის თან ახლა იქ მოდიოდა ნიაზ დიასამიძე იქვე ცხოვრობდა რედაქციასთან და ეს აი ხა ნიაზი ნათესავი თუ ნიაზი ბიძა იყო ჩემი კვრის და ჯემალი ამბობდა რომ ზემელის იქით არ მიდიოდა ნიაზი საერთოდ აი მე ფოლკნერი ვიტყვი თავის სამყაროში რომ არა იქით აღარ მიდიოდა იქით ნოსტალგია ემართებაო ნიაზო იძახო და მამა ჩემი ხიც იქითო ნოსტალგია ემართება ხო და ეს რა ქვია ეს ჩადიოდა და ნუ ახლა რებს და მამა ჩემი რა შვებოდა ეს ნიაზ დაჯექი და დამიწერ მისცემდა კალმისტარს და აწერიებდა ძალით აი ესე მოიყვანა სუა ეგეთი ხალხი და აი ესეთ კორიფები მართლა იუმორის შემქმნელები კაცი წარმოიდგინე ხა ნიაზ დიასამიძეს არ დაუწერია არაფერი არ დაუტოვებია ლექსები სიმღერები რაღაცა კი მაგრამ აი ესეთი შემოქმედება მისი პროზაული და რაღაცა არა რამდენად მაგარი იყო რომ მისი ზეპირი დარჩა ხო დადის დადის და ყველა მიცის რომ ნიაზ დიასამიძის არის ესა თუ ის ნათქვამი ყველა არ დაკარგულა ნუ აი ესეთი მოვლენა იყო ხო აი ესეთი მთლად ეგეთი დონის არა მაგრამ იგივე ქართლოს კასრაძეც იქ მიდიოდა ეს ყველა იქ მიდიოდა აი სხვათა შორის კრაკაძილი რო გამოდიოდა რუსულის ხო ისიც არაჩვეულებრივი იყო თურმე მე როგორც ვიცი 11ჯერ თუ 12ჯერ იყო მცდელობა მისი აღდგენის და ვერ გაცოცხლდა იმიტომ რომ გარდა იმისა რომ შეიძლება იუმორი დღესაც იყოს და რაღაც დახვეწილი ინტელექტუალური ასეთი ისეთი იუმორით რაღაცია მაგრამ ეპოქაც იყო და ეს მთლიანად ეს აგრძალული რაღაცები აი ეს დისიდენტური ის აი ეს იძინეოდა საშუალებას რომ რასაც არ გაწერიებდნენ და რასაც ქვეტექსტებით ლაპარაკს იყვნენ მიჩვეულები და ის ვინც ამ ქვეტექსტს გრძნობდა იმისთვის ეს იყო უმაღლესი იუმორი რა თქმა უნდა ეხა პირდაპირ ტარიელ ჭანტურია მიხუმრა სხვათა შორის ეხა სადაა იუმორი მაგარია წელს გვემონდი იუმორი ხო რამდენ ცუდ სიტყვა
სიტყვასაც იტყვი, იმაზე არის ხარხარი დარბაზში და სადაც გინდა. ვირილი რაღაცა სპეცეფექტები. თეატრში რო თქვა, რომ სპეცეფექტების თეატრიაო და არა თამაშის და აი ესეა ნიანგის ერთი ნომერი. ამაზე, ესე იგი, არ ვიცი, დღეს რო ეგ გააკეთვა რა. დღეს დაგიჭერენ კი არა, არ ვიცი, რას გიზამენ. დღეს არაფერს არ გიზამენ. აი დღე ისა როგორი ბაღატირო თავს იკლავდა? პერიოდია ზასტოიც კი არ არის. აი 60-იანი წლებია და ნიანგის ყდაზე ხატია შარჟი კაცის, რომელიც საოცრად გავს იმ დროიდან, ცეკამდივაც გავს კი არა. იმისი შარჟია. გვერდით არის მდივანი, ზის, ეს კაცი არის შეერთებული იმასთან, შტეპსელთან და მდივანს უჭირებს ეს შტეპსელი. უნდა შეერთებს მახსოვს. ხო და ეს არის ყდაზე, ხო? ხო. ამაზე, ნუ არის დახრა. ძალიან მაგარი ნომერი მე მახსოვს ყდაზე. კოლხეთის დაბლობი რო დააშრეს. ხო. და ბაყაყი ზის და პისტოლეტით ესე შუბლზე უჭირავს. როგორია? ხო, ნუ აი არ ვიცი. ვერ იტყვი რომ ნამუშევარი იუმორია და ტვინიან აღრძობიზეთ რაღაც ესეთი ხალასია ამ დროს, ხო? ხო, კუცია და პირცხალავარი. არა, როგორი ანუ მე მახსოვს მამა ჩემი იყო აი შემოქმედებით მივლინება ქონდა 6 თვიანი აღებული რა. კარგი სხვა კაი მივლინებები და გულრიფში ვიყავით. და ნიანგის რედაქტორი იყო მაშინ. და მთელი რედაქცია იყო ჩამოსული. გიზო ნიშნიანიძე, ზაურ ბოლქვაძე, ნოდარ ჩხეიძე, და ანზორ სალუქვაძე, ოღონდ ის არ იყო რედაქცია. მოკლედ და აკეთებდნენ ნომერს. და რას აკეთებდნენ, იცი? სათამაშო რო იყო აი ჩვენ დროს, კვამათელს რო გააგორებდი და გადაადგილებდი. ეს იყო შუა გვერდი, მთლიანად გაშლილი შუა გვერდი და ეს იყო სათამაშო აიმეების, აი ეს კრიტიკული რაღაცა. და ნუ იცი რა სასაცილო რაღაცები ეწერა, რის კომიქსი რა, წარმომიდგენია. ისე ვერთობოდი, ის ნომერი ეხაცა გვაქვს სახში. ისე ვერთობოდი და წარმოიდგინე ეს ნომერი იყიდებოდა თავისი კამათლით, თავისი გადასაადგილებებით. ხალხი იწერდა ნიანგს და მე ის რაღაც როგორ ეშინოდა ხრიკინა ქაღალდი რაღაცა. იყიდებოდა ნიანგში გაწერილი ადამიანი და ხო, მორჩო დამთავრებული იყო საქმე, ხო. ნუ საქმიანი კაცი შემომივარდა ერთხელ და მითხრა შენ თვითონ ხარ ვირთხაო, მამა ჩემი რო ყვება, ხო გახსოვთ ეგან. რატო ბატონო და აბა ვისატყუებ ხა შენ რო ჩემზე არ დაგიწერიაო. საქართველოში ერთი შაქრის ქარხანაა და იმის დირექტორი ვირთხაა და დირექტორი მე ვარ. შეჭამაო შაქარიო. ხო. მეორე ნომერში რა დაწერა არიცი? ცნობას ვაძლევ ამა და იმ კაცს ქარხნის დირექტორს რომ ვირთხა არ არის. დაუსრულებლად შეიძლება ამაზე ლაპარაკი, არილევა ძვირფასო მეგობრებო. ყველაზე მე როგორც ვაკვირდები, ყველაზე მე არ მიყვარს ეს კითხვადი და გაყიდვადი და ეს სიტყვა, მაგრამ მიტყვი ხა მაინც ყველაზე უფრო ციტირებადი ავტორია მე მგონი ნოდარჩუბად. იმიტომ რომ აი მეც კი მაგალითად რომელსაც ხედველობა არ მივარგა და მეტყვიან ხოლმე რომ იქ აბა იქ რა მოდის რა ნომერი მოდის ეხა და შენ არ იცი რომ მე მარტო მზეს ვხედავ და სოზოიას ქომეუნები ხშირ გამოყენებაშია ეს ფრაზები უგრძნია კაც და რას გაუგებს სიყვარულს შემოლღა და ეს არ მთავრდება არილევა გრძელდება გუში ლექსი გამომიგზავნა ჩემმა მეგობარმა რომელიც უცხოეთშია და პაუზა გავაკეთე ცოტა იმიტომ რომ დიდად არ მომეწონა ეს ლექსი და ხო ვერ ეთქვი პირდაპირ და რა იყო ბებია ჩემს არ უთხრა თავის გაჭირვება ეყოფა თვითონ მომწერა ხო არ თავდება არსებობენ გარდამავალი ავტორები კომუნისტების დროს იყო გარდამავალი დროშა და გადაეცემოდა ესტაფეტით და რელიგიაში კიდე არსებობს გარდამავალი დღესასწაულები და აი გარდამავალი დღესასწაული არის ნოდარ დუმბაძე ჩვენთვის დღემდე თავისი იუმორით, თავისი ოჯახით, თავისი შთამომავლობით, ჩემი სტუმრებით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.